მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ვალეში მეორე შახტის დასახლებაში მოსახლეობა წლები ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს. მიუხედავად ბევრი დაპირებისა, პროცესი ჯერ არ დაძრულა, ვრცლად გთავაზობთ სიუჟეტს. მეორე შახტა ზოგადად არის ხელისუფლებისგან ისე მივხვდი და ისე შევხედე რა ამ სიტუაციას, რომ მიტოვებულია და გარიყული არის. ზაზა მერაბიშვილი დაახლოებით 8 წელია ახალციხის ქალაქ ვალეში მეორე შახტის დასახლებაში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავარიულ შენობაში ცხოვრობს. კორპუსის კედლები დაბზარული და ჩამონგრეულია, დაზიანებულია ფანჯრები, საძირკველი. სოციალურ დაუცველი ვარ და იმდენს ვშოულობ, რომ ბავშვები გამოვკვებო რა, შვილები და მე იმის სახსრე არის არა მაქვს, რომ მე ეს კედელი გავამაგრო, საძირკველი გავუმაგრო ამ კედელს. და უფრო და უფრო დაზიანებული არის, უფრო და უფრო მიდის დაზიანებამდე და შეიძლება შემთხვევა მოხდეს, რომ ჩამოინგრეს კრიშა და ქვეშ მოყვეტდა. ზაზა მერაბიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ავარიული კორპუსები დაინგრეს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი აშენდეს. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობას სამუშაოების პერიოდში ბინების დაქირავებაც შესთავაზეს, თუმცა ხალხმა ამაზე უარი თქვა, რადგან არ აქვთ გარანტია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნება შეძლებენ. არანაირი რეაგირება არ ხდება ამ საკითხზე. როგორც ხედავ, არ არის ეს, არ ხდება რეაგირება, რომ ბინები დაინგრევა, აშენდება, რას მოიმოქმედებენ, არ არის რეაგირება. მარტო დაპირებას გვეუბნებიან, გაკეთდება, მაგრამ დღესაც აღაკეთდება. წლებია უკვე 7-8 წელია ვცხოვრობ და დაპირებებია მარტო. მეორე შახტის დასახლებაში ავარიული კორპუსების შესახებ ჩვენი რედაქცია წლებია მუშაობს. საკითხით დაინტერესდნენ ქართული ოცნების დეპუტატი ანტონო ბოლაშვილი და სახალხო დამცველი, რომელიც ბოლოს ავარიულ დასახლებაში გასული წლის 26 დეკემბერს იმყოფებოდა. რა შედეგი გამოიღო ლევან იოსელიანის სტუმრობამ ავარიული შენობების დასახლებაში? კითხვაზე პასუხი არ აგვაქვს, რადგან უწყებაში ჩვენს არებს არ პასუხობენ. დაუკავშირდით ანტონო ბოლაშვილსაც, რომელმაც გითხრა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები. მისივე თქმით, საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან და რეგიონული განვითარების ფონდთან იქნება განსახილველი და შემდეგ ახალციხის მერიაში გადაგვამისამართა, ხოლო ახალციხის მერიამ პასუხებისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შემოგთავაზა. ჩვენ უწყებას წერილით უკვე მივმართეთ. მეორე შახტის დასახლებაში არსებულ ავარიულ კორპუსებში სახალხო დამცველის ინფორმაციით 150 ადამიანი ცხოვრობს. მათ ამ დრომდე არ აქვთ ბუნებრივი აირი და საკანალიზაციო სისტემა. რაც შეეხება სასმელ წყალს, აქაურების თქმით, კორპუსებში რამოდენიმე თვეა, რაც წყალი შეიყვანეს. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. წლები არის გაზ ვთხოვულობთ რა, გაზი გვინდა რომ გამოვიდეს. ეხლა შეშაზე ყოველთვის არ აქვს იმის საშუალება, რომ ერთად იყიდო შეშა და შეშით გავიყვანოთ ზამთარი. ხო და ბუნებრივი გაზ ვთხოვულობთ, მარტო მე ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ, რომ მე მინდოდეს. ყველა, ვინც ცხოვრობს, იქ ვინც ცხოვრობს და ეს ჩვენი მოსახლეობა ერთი აზრისა გვაქვს და გაზი მაინც რომ შემოგვიყვანონ. წალკის მოსახლეობა მიუსაფარი ცხოველების კასტრაციას, სტერილიზაციის და თავშესაფრის მოწყობას ითხოვს. თემაზე ლამუნა ირემაშვილი მუშაობდა. წალკელები მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას და თავშესაფრის აშენებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში საკმაოდ მომრავლდნენ მიუსაფარი ძაღლები. ცდილობენ შეიფარონ და გამოყვებონ, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელია მათი რაოდენობიდან გამომდინარე. ვთხოვთ, რომ ეს ძაღლები ჩვენ დავეხმარებით, ავაკრებიოთ, მაგრამ იმის კითხვის კი არა, რომ რაიმე დაუშავდნენ. იქნებ რაიმე თავშესაფარი უნახოთ ამ ძაღლებს, რომ ჩვენც დავისვენოთ და მათაც ჩვენიდან დაისვენონ ცუდი ქცევისგან. ვერ წოდება და ვაჭმევთ, ხომ ვერ მოვკლავ. ძაღლი გიყურებს ბავშვი, პატარა ბავშვით რომ მაჭამებო. ვაჭმევთ, მრავლდებიან, ჩვენ სტერილიზაცია 200-300 ლარი ღირს სტერილიზაცია გავუკეთოთ. თბილისში ჩავიყვან ძაღლი, როგორ უნდა ჩავიყვანოთ, მე ვერ წავსვარ სამათქოში. ვერ ჩავიყვან, არა, ვერ ჩავიყვანე ძაღლი. ამიტომ გამრავლდნენ, ჩვენ ვერაფერს ვერ შევით, აღარც ხბოდათო ეს სოფელში, აღარც ქათამი. აგერ თქვენ
აღარც ქათამი ქათმები საერთოდ აღარ არის ნახავ ვინმე შემოიშენოს ისინი ჭამენ ყველაფერს. წალკელები გვიყვებიან, რომ გარდა იმისა, რომ საკუთრივ ცხოველები არიან რთულ ვითარებაში, დასნებოვნებულები და ხშირად მშივრები ზარალდება მოსახლეობაც. არის შემთხვევები, როდესაც მშიერი ცხოველი შინა მეურნეობას აზარალებს. ჯემალი რემაძე სოფელ ტბეთში ცხოვრობს. გვიყვება, რომ მიუსაფარმა ძაღლებმა შინაური ცხოველები შეუჭამეს და ძალიან დაზარალდა. თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან უყვარს ძაღლები და ჰუმანური ადამიანია. შესაბამისად, სურს მიუსაფარ ძაღლებს შესაბამისი ყურადღება ეთმობოდეს. ძაღლები არიან გასული მინდორში. გლეხმა, ჩემმა მეზობელმა, რომელიც ვიცი როგორი წყვალებით გაიყვანეს ბოჩულა და იქ შეჭამეს, ეს ძალიან ცუდია, ამიტომ რომ უთანხმოებაც ხდება მეზობლებში. იქნებ ვინმე გულისხმიერი ვეტექიმი გამოჩნდეს, რომელიც წალკაში ჩამოვა და სტერილიზაციას გაუკეთებს ჩვენ ძაღლებს. პირველი მე ვიქნები, ვინც რომ გვავს ძაღლები, რომელიც არიან სხვადასხვა ჯიშის ძაღლები და მე ვიქნები, რომელსაც ჩემ ძაღლს ჩავიყვან ლაბორატორს და გაუკეთებ სტერილიზაციას. რას თავაზობს სახელმწიფო მოსახლეობას? სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით გარდა თვითმმართველი ქალაქებისა პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუძაღლების სტერილიზაცია. უპატრონო მიკეტლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და კასტრაცია, სტერილიზაცია. ცნობილია, რომ ქვემო ქართლში, სამეგრელო, ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა. ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება მარნეულში. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ასევე ცნობილი გახდა, რომ ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუძაღლების სტერილიზაციას და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა განხორციელდება წალკის მუნიციპალიტეტშიც. როდის დაიწყება აღნიშნული პროგრამა წალკაში? როგორ მართავს მუნიციპალიტეტი მიუსაფარი ძაღლების პრობლემას? ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით წალკის მუნიციპალიტეტის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს. მივწერეთ კითხვები, თუმცა პასუხები ამ დრომდე ვერ მივიღეთ. პასუხების მიღებისთანავე მასალა შესაბამისად განახლდება. ეს იყო ჩვენს ხელთ-არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. მადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.